პროტესტის 150 დღე ამ წუთებში მეტროსადგურ დიდუბიდან საპროტესტო აქციამ მსვლელობას მართავენ აქტივისტები, ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. აქციის მონაწილეები უცვლელი მოთხოვნებით არიან შეკრებილი დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები. აქცია მსვლელობა დიდუბიდან სიმბოლურად პროკურატურის მიმართულებით გაიმართება. დღეს ბოლოს კი აქციის მონაწილეები ისევ რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან. ჩვენ მსვლელობით მიმართებით პროკურატურასთან და ჩვენი მოთხოვნა არის პირველ რიგში რომ განთავისუფლონ რეჟიმის ტყვეები და გითხოვთ ლეგიტიმურ ახალ არჩევნებს. უკვე მთავრობის გადადგომაა მოთხოვნა და ამასთან ერთად რა თქმა უნდა პოლიტპატიმრების განთავისუფლება. ისმის კიდეც დანარჩენი ყველაფერი. ჩვენ ამ ქვეყნის პასუხისმგებლობიანი მოქალაქეები უკვე კარგად შეგნებულები ვართ იმაში, თუ როგორ არასამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობ და ჩვენი დასაცავია სამართლებრივობა ამ ქვეყნის.